კომპანია Sonder ჯგუფმა დღეს მერიას სამოქალაქო სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციისა და დაგეგმარების შუალედური გეგმა წარუდგინა. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსების ყოველდღიურ რაოდენობაზე, სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციაზე, საფასო პოლიტიკის განსაზღვრაზე, გაჩერების ადგილებსა და მათ შორის შუალედების დაბალანსებაზე თავისი ხედვა წარადგინა. კომპანიამ თვითმმართველობასთან ავტობუსებს შორის მოძრაობის ინტერვალებიც განიხილა, რომელიც 15-დან 5 წუთამდე შემცირდება. 10 წლიანი გეგმის საბოლოო ვარიანტ Sonder ჯგუფი მერიას ოქტომბერში წარუდგენს, იგი ძალაში საკრებულოს დამტკიცების შემთხვევაში შევა და 1 წლიან საცდელ პერიოდს გაივლის. ეკლა არის საშუალოდ 15 წუთი ინტერვალი ბათუმის ავტობუსების და მომავალში დავგეგმოთ, რომ დაახლოებით 5 წუთი იქნება და ერთი სწრაფი ჰასი ჩავჩვაძის ქუჩას იქნება 2 წუთი ინტერვალით. მომავალის გეგმაში იქნება ახალი 2 ტერმინალები, გადაჯდომის ტერმინალი, როგორც ევროპას სისტემა, როგორც ბარსელონაში და ნებისმიერ დასავლეთის ევროპას სისტემაში. შენიშვნები ქონდა რა თქმა უნდა, იგივე ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით, იგივე სხვა ტექნიკურ ხარისთან დაკავშირებით, რომელიც ოფიციალურად გადაგზავნილი იქნა და შესაბამისად გათვალისწინებულია, თუმცა როგორც ვიხარით, ეს არის შუალედური განხილვა, საბოლოო ანგარიში იქნება ოქტომბრის 2014 წლის ოქტომბრის თვეში, სადაც უკვე დეტალურად იქნება ჩაშლილი, ესე ვთქვათ, თითოეულ ეტაპზე რა და როგორ უნდა განხორციელდეს.